მოგესალმებით. დღეს ვისწავლით თუ როგორ უნდა დავარეგისტრიროთ ორგანიზაცია. ეს არის სისტემაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან კომპანია, რომელიც მონაწილეობს შესყიდვებში, გაყიდვებსა თუ სხვა ბიზნეს პროცესებში. პირველ რიგში ხსნით საცნობაროს და რეგისტრაციის მენიუში ვირჩევთ ორგანიზაციას. გამოგვიჩნდება ასეთი შესავსები ფორმა, სადაც გვაქვს როგორც სავალდებულო, ასევე არასავალდებულო ველები. განვიხილოთ სავალდებულო ველები. საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ენიჭება კომპანიას შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დროს. ამ შემთხვევაში მივუთითებ ამ კონკრეტულს. სამწერტილზე დაკლიკებით კი შეგვიძლია ავტომატურად მივუთითოთ დასახელება. არარეზიდენტის პარამეტრი გულისხმობს, რომელი ქვეყნის რეზიდენტია ორგანიზაცია. პარამეტრის მონიშნის შემთხვევაში ვუთითებთ შესაბამის ქვეყანას. გადავდივართ შემდეგ ველზე, სადაც ვწერთ ორგანიზაციის იურიდიულ დასახელებას და ასევე მისამართს. თუ ფაქტობრივი დასახელება და მისამართი იდენტურია იურიდიულისა, შეგიძლიათ შემდეგი ველები არ შეავსოთ, ან აქვე არსებულ ღილაკზე დაკლიკებით ავტომატურად მიუთითოთ ინფორმაცია. კატეგორიის ველი, რომელიც კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილ ორგანიზაციებს აერთიანებს და შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი. ამ ველში ვუთითებთ ორგანიზაციის დირექტორს, რომ სამომავლოდ ინვოისებში გამოჩნდეს მისი ვინაობაც. გადავიდეთ კავშირების ჩანართზე. აქ შეგიძლიათ მონიშნოთ ორგანიზაცია იმის მიხედვით, კლიენტია ის თუ მომწოდებელი. შეგიძლიათ მიუთითოთ ორივე. შემდეგ გადავდივართ კონტაქტების ჩანართზე, სადაც ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიუთითოთ და ასევე შეგიძლიათ კონტექსტური მენიუს საშუალებით დაამატოთ შესაბამისი საკონტაქტო პირები. ეს ველები სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ. ბოლოს ვაჭერთ შენახვის ხილაკს და ორგანიზაციის რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენ მიერ რეგისტრირებული ორგანიზაცია. ვხსნით ისევ საცნობაროს და საცნობარო მასალაში ვირჩევთ ორგანიზაციებს. გამოგვიჩნდება ნუსხა, სადაც ორგანიზაციები დაჯგუფებულია კლიენტებისა და მომწოდებლების მიხედვით. შეგიძლიათ თუნდაც საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით იპოვოთ თქვენი ორგანიზაცია და საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა ღილაკზე დაკლიკებით დაარედაქტიროთ სასურველი ჩანაწერი. ახალი ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად კი ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ პლუს ღილაკს. მადლობა რომ გაეცანით ვიდეოს. გისურვებთ წარმატებებს.